გასტარდებაო. შვი. ის უყვარს დუგზარ კვაშალი ყველაზე ძალიან. მე ამაყი ვარ რომ დუგზარ კვაშალი ჩვენი მეგობარია, გაუმარჯოს დუგზარ კვაშალს. ერთ-ერთი ცხელი ვარ მე გურჯაცხენებიდან. ხო? მოკლედ, მანამ მაქვს ძალა და მაქვს ენერგია, თქვენთან ვიქნებით შემოკარგებო და თქვენთან ერთად ვიმღერებ კიდეც, ხო? ვიმღერებთ ერთად. აბა ჭკილთა კონცერტში ვინ მონაწილეობს? ხელი აწიოს. ვერის სუპრის მელოდიებში ვინ მონაწილეობს? კიდე რომელი მუსიკია? ვინ სწავლობს ორიანებზე? ოქსები ჯექს ხედავე, ის კი მინდვრად დარბოდა. მე მიწაზე არ ვარგოდი, ის ხეზე არ ვარგოდა. ვით შეხყაროს მზეთა კარა, ღამის მეხრე მთვარესა. მე როდესაც მიზილებდი, ის ახერდა მთვარესა. აი დერია ბავშვები ისწავლეთ. ისი უნდა გაიგიხოდე და მისი მამამისი არა შეჯდა მწყერი ხესა არა იყო გვარი. ზაქარა მომენტი ზაქარა შენი თქვა გიხმარია გლოცავ ჩემო ზაქარა ოფლის ხვერი გამომცხვარი შეგერგება შაქარა ერთმანეთში ნუაურებს სიმართლეს და მონაგონს ყველა თავის შესაფერი ეძებოს და მონაგონს ისი უნდა გაიგიხოდე და მისი მამამისი არა შეჯდა მწყერი ხესა არა იყო გვარი. მართლაც კი ვინმე სხვა გააგზავნე ყოდალა გილასანი ზერა გააგზავნე. აი გვერდები ყვავი რომელია ყვავი აი ყვავი ამდენი ყვავები დიდი მადლობა პედაგოგებს მუშაობისთვის რომ ამისანა დიდი შრომა. ბადრის დიდი მადლობა თერელაძე სადარი ბადრისთან მიმდათ გუხარე აპლოდისმენტები ბადრის სადაც იწერება ეს ყველაფერი სტუდიაში. ასე რომ და დამილოცდია თქვენთვის ბავშვები. აღარ შენო დაგამშვენო გავრალდით და გაიხარე ერთმა ისე შეგაბერო როგორც ზედა როგორც ყვარე. ბავშვებო და მშობლებო, მე ვარ ამაყი, რომ ხავს ყველაზე ნიჭიერი ბავშვები, ყველაზე ერთგული მშობლები, მადლობა თქვენ მხარში დგომისთვის. სტუდიის წარმატების მიზეზი არის ის, რომ ჩვენ გუნდურად მუშაობთ, ბავშვებთან, მშობლებთან,
პედაგოგებთან და რასაკვირველია, თავარი წარმატება ის არის, რომ დამფუძნებელი გახლავთ ცნობილი კომპოზიტორი ნანა ბალახაშვილი, რომელმაც ეროვნულ საქმეს ჩაუდგა სათავეში და 1 წელია უკვე ჩვენ ესპანეთში გავხსენით ფილიალი და ჟირონაში, ბარსელონაში ძალიან ბევრი ბავშვი ყავს, ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ბედნიერები არიან, ჩვენი ფილიალის მოსწავლეები რო არიან და ტაში შევეგებოთ აქედან ჩვენი ესპანეთის ფილიალი და მინდა აი ახლა დაგიდგინოთ, არავინ არ იცის, უცებ მოვიდა, არის ცნობენ, არაჩვეულებრივი ჩვენი მშობელი ჟირონას ფილიალიდან გვანცა მისი ულამაზესი უსაყვარლესი გოგო სწავლობს ჩვენ ფილიალში და 2 სიტყვას მინდა რომ 2 სიტყვა მოგმართოთ იქიდან სიყვარული ყველა ხართ გმირები ქართველი ემიგრანტები ჩვენ მთელი სტუდია ხო ჩავალთ ბარსელონაში აუცილებლად და ესეც ჩამოვლენ ყველანი აი ახლა 1-2 წინადადება სიტყვის და მერე გადავალ აი სიურპრიზი მოგვიწყო და დღეს მოვიდა 2 კვირით არის საქართველოში და აქედან დიდ სიყვარულს აიღებს ქალბატონ ნანასთან და ჩვენ ბავშვებთან და ჩვენ მშობლებთან 2 წინადადება თქვი და მერე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნანა ბალახაშვილს, რომელმაც მუსიკალურ სამყაროში ასეთი ეპოქა შექმნა. და ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ ესპანეთში ასეთი რაღაც შეუძლიათ ქართველ ემიგრანტ ბავშვებს და აი სცენაზე რომ ჩემთვის დავინახავ, ჩემი ოცნება, რასაც ქვია ახდება. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ეხლა მინდა წარმოვადგინო ბატონი ბესო ჩუბინიძე. მე ამაყი ვარ, რომ ხალხა ესეთი უსაყვარლესი პატრიოტი, ჩემი ძმაკაცია. ბესო რო არსებობს, საქართველო არის ბედნიერი, იმიტომ რომ ბესო არის პატრიოტი, უნიჭიერესი, usაყვარლესი ადამიანი და პატრიოტი, ისი რა 21 მარტს ჩვენი ანსამბლი გადის ბესო ჩუბინიძის დაჯილდოვებაზე და არიან, აქ არიან, კი წარმომადგენლები აქ არიან, მშობლების და ბავშვების. მე მაქვს პატივი რომ სტუდია ყველა წელს გადის მეგას დაჯილდოვებაზე. ბესო არის ძალიან ცნობილი ადამიანი იმ მხრივ და თავდაბალია. ძალიან უყვარს ჩვენი სტუდია და ჩემი ძმაკაცია და სუხუმრობს. ბავშვებო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. აბა ტელეფონები რამდენს გაქვთ ბავშვებო? ყველაზე მაგარი სელფი ვინიგებს ბეშო. იქა ერთი მაგარი სელფი გადავიღოთ ყველა მე ხა? ყველა ერთი დიდი სელფი გადავიღოთ და სნამაღლა იყვნენ, აბა? მაგაცები მყავს, რომ იძლებენ, ჩემს ხასიათს რომ უძლებენ. ბადრი არის ძალიან ცნობილი მუსიკოსი, მიშანძელი სტუდია აქვს. მარტო ბადრისთან თანამშრომლობდი და ბედნიერები ვართ, რომ ესეთი უნიჭიერესი მუსიკოსი ყავს. ბადრი ტერელაძეს გაუმარჯოს. იაკენკებაშვილი, კონსერვატორიის მაგისტრი, ძალიან ცნობილი პედაგოგი, უთბილესი და მადლობა სამყაროს, რომ ესეთი პედაგოგები მყავს. იადოლიძეს, სტუდიის სასწავლო ნაწილი, უნიჭიერესი, ძალიან საყვარელი თბილი და ყველაზე კარგი პედაგოგები, ბავშვები და მშობლები მე მყავს. სტუდიალურ ჯაცხელებს გაუმართ! ქეთუ თავდიშვილი, სილამაზე ნიჭიერება, ძალიან ცნობილი პედაგოგები მყავს და კიდე ერთხელ ვიძახი, რომ უერთგულესი, უთბილესი, უტკბილესი და მადლობა სამყაროს, რომ დამაჯილდოვა ესეთი თბილი ტკბილის და ჩვენი გუნდის ხელმძღვანელი და ანსამბლების ხელმძღვანელი გამონა გევლიშვილი. გამონა შემომიერთა სულ ნახევარი წელია, არც კიდე ესე მგონია მთელი ცხოვრება. 1 წელია ველოდებოდი თამუნა გევლიშვილს, რომ გამოენთავისუფლებინა დრო და ჩვენი ანსამბლის ხელმძღვანელი ყოფილიყო. თამუნა ხელმძღვანელობს სტუდიაში 2 ანსამბლს და ხელმძღვანელობს გუნდს. მადლობა თამუნა გევლიშვილს, ყველაზე ნიჭიერი პედაგოგები და ყველაზე ლამაზები და ყველაზე დაძინებული. უსაყვარლესი ცეკვა სოფი. მინიმ მოკითხვა გადმოგცათ კონცერტი მაქვს და მოგეფერათ. ჰიპ-ჰოპ სასწავლის ურთიერთობას ბავშვებს ყველანაირ ცეკვას მადლობა სოფის.
გავერთიანდით ჩვენ და ყველა ერთად მუშაობთ. რასაკვირველია, ეს არის პედაგოგების, ბავშვების ნიჭიერების დიდი დამსახურება და მადლობა ყველა მშობელს. თქვენ მხარში დგომას, თქვენ ერთგულებას, თქვენ სიყვარულს ყველა დღე ვგრძნობ, ყველა მიყვარხართ, როგორც თქვენი შვილები და მიამაყებით. ისეთი ხელმძღვანელი ყავს ლურჯაცხენებს. მე არ ვიცი რამდენი იცნობთ ამ ქალბატონს პირადად. ნანა ბალახაშვილზე მაქვს საუბარი. ხო, ყველამ მithumetes. გარდა იმისა, რომ ძალიან მაგარი მუსიკოსია, ძალიან კარგი კომპოზიტორია, არის საუკეთესო ადამიანი. ეს არის ჩემთვის პრიორიტეტი და მოდი კიდევ ერთხელ მოვიკითხოთ აქედან ჩვენი ქალბატონი ნანა და ტაში გაუგზავნეთ ბავშვებო ნანა მასწავლებლებს. აი ეს ტაში ნანას იკითხეთ. And I tried to buy you pretty heart, but I promised to hide. Baby, you got me like gold. You love it, not by the heart. So you can pull me together and throw me against the wall. Baby, you got me like gold. Got me like gold. I'm tired of being played like a violin. What do I get on to do to get in your motherfucking house? ძალიან დიდი მადლობელი ვარ რომ მე ამ ლურჯაცხენებში მოვიყვანე ჩემი შვილი. ეხლა მომღერალი შეიძლება არ გამოვიდეს ბავშვი, მაგრამ აქ სწავლობს ძალიან ურთიერთობებს, უდიდეს სიყვარულს, უთბილესი გარემოა, მეგობრობას და რა ვიცი, ძალიან კმაყოფილი ვარ და პედაგოგები კიდე ისეთები არიან, რომ შვილი კი არა და ერთი სული მაქვს, მე თვითონ როდის გამოვიქცე შაბათი კვირას მოუთმენლად ველოდები. თვითონ ბავშვია ძალიან ბედნიერი და აგერ არის ეს ბავშვიც, რომელსაც ძალიან მოსწონს ლურჯაცხენები და კარგი ურთიერთობები გვაქვს და შენც მითხარი, აბა მოდი. ეს უფრო კარგად გეტყვის, ვიდრე მე. რა არის შენთვის ლურჯაცხენები? ჩემთვის ლურჯაცხენები არის ერთი დიდი ოჯახი. ერთი დიდი ოჯახი, რომელშიც აქ ბავშვები იღებენ ძალიან დიდ განათლებას, დიდ სითბოს, დიდ სიყვარულს და ამაში ყველაფერს ნანა ბალახაშვილი და თამუნა მეიბუკე დებენ. ყველა რაც შესაძლებლობა აქვს, ყველაფერს აკეთებენ ამ ლურჯაცხენებისთვის. და მიხარია, რომ ძალიან წარმატებული არის ფილიალი ესპანეთში. სტუდია ლურჯაცხენებში დადის ჩემი შვილი კატო დაახლოებით უკვე 2 წელია. ეს არის ფაქტიურად ჩვენი მეორე ყველაზე ფერადი ოჯახი, სადაც ბავშვი არა მარტო მღერის აქ სწავლობს თავისუფლებას, სიმღერას, არის აქტიურად დაკავებული კომუნიკაციით ბავშვებთან. რა თქმა უნდა, სახშიც მღერის, აქტიურად სიმღერებს, არის უფრო მეტად ლაღი, უფრო ბედნიერი, უფრო მოტივირებული, რომ ისწავლოს კიდევ და უფრო კიდე მეტი სიმღერა. Well, my name is Omar and I come here often for 2 years now. The school is really giving good services for the kids to learn them, teach them how to sing and for the music as well. I think Theodori is learning a lot from the school here. It's really interesting to come here. სტუდია ლურჯაცხენები არის ძალიან მეგობრული სტუდია. ბავშვებს იმდენად უხარიათ აქ მოსვლა და როცა მოდიან უკვე წასვლა არ უნდათ აქედან და არიან ისეთი ბავშვები ძალიან მოტივირებული სიმღერაზე. სახში რომ მოდის პირადად ჩემი შვილი, ანუ აქედან მოაქვს მუხტი, სიმღერის მუხტი და ტელევიზორი ხელა ხმაზე გვაქვს და სიმღერა კონცერტები გვაქვს სახში. შენას მეტყობა პატარა. ძალიან მიყვარს ლურჯაცხენები. აქ მასწავლებლები ძალიან თბილები არიან და ბავშვებიც ძალიან კეთილები არიან. ჩემთვის სიმღერა არის ისეთი საქმიანობა, რასაც ყველაზე მეტად მიყვარს და რასაც მივყვები ცხოვრების ბოლომდე. სიმღერა ჩემთვის არის კარგი და ეხლა რეჟისორი არის მამა ჩემი. და აწვალებს ხოლმე მუშაობისთვის? არა. ცელქავთ ხოლმე.
სიმღერა ჩემთვის არის სიცოცხლე და აი ღერის გარეშე მე ვერ ვიცოცხლე და აი შვება ჩემთვის სიმღერა ყოველთვის ღერი ვარ. კი, ძალიან ბევრი, საკმაოდ. კი. ჩემთვის სიმღერა არის ძალიან ხალისია და ძალიან მომწონს სიმღერა სხვათაშორის. პედაგოგი არის ძალიან კარგი და მასწავლებლები ძალიან ტკბილები არიან. ყავს ძალიან ბევრი მეგობარი, ყოველთვის ნაზად მეკცევიან და სიმღერებიც კარგია. მე ძალიან მიყვარს ლურჯაცხენები, რომ პირველად რომ მოვედი, ძალიან ბევრი მეგობარი გავიჩინე, მასწავლებელიც გავიცინე და ძალიან მომეწონა აქაურობა. ყველა მასწავლებელი კეთილია, მხიარულია, ხალისიანია და ძალიან მომწონს აქაურება. ყველა მეგობარი ნაზად მეკცევა და ძალიან ბედნიერი ვარ. მე ჩემი მეგობრებთან ერთად ვიმეგობრებ, ჩემი მეგობრები მიყვარს. ჩემთვის სიმღერა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა. მე რომ პირველად ლურჯაცხენებში მოვედი, ძალიან ბევრი მეგობარი გავიჩინე და ძალიან მომწონს პედაგოგები და ძალიან კეთილები არიან. ლურჯაცხენებში ბავშვობიდან დადის ჩემი დიშვილი, ჩემი შვილი და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი განვითარების გზა მათი სიმღერისთვის არის ლურჯაცხენები. ძალიან გვიყვარს პედაგოგები, მათთანაც უშუალო კონტაქტი გვაქვს და მათი განვითარება რეალურად აქ ხდება და მგონია რომ მათი ოცნებები ახდება. ჩემი შვილი უკვე 4 წლიდან დადის სტუდია ლურჯაცხენებში და ეხლა არის 11 ძალიან კმაყოფილია ამ სტუდიით და რავი ძალიან მეტი დიდი განვითარება მიიღო სიმღერაში და ურჩევ მშობლებს რომ იარონ სტუდია ლურჯაცხენებში და მიიღონ მისმა ბავშვებმა მუსიკალური ძალიან დიდი განათლება. ქალბატონი ნანა ბალახაშვილი ხელმძღვანელი, რომელიც ამ სტუდიის მთელი სული და გულია. ქალბატონი თამარ მებუკე, რომელიც უძღვება ამ საქმიანობას და ამის გაბრიელის მასწავლებელი ქალბატონი ია კენკებაშვილი. ძალიან მთელი გული და სულით არიან დახარჯულები ამ ბავშვების განვითარებაში და განსაკუთრებით კიდე გაბრიელის განვითარებაში სიმღერაში. ლურჯაცხენებში 4 წლიდან დავდივარ და ძალიან მიყვარს აქაურობა. 1 წელი ვერ დავდიოდი და ახლა ისევ გავაგრძელე სიარული. ეხლა რამდენი წელს ვარ? 12 წელს ვარ. შენთვის როგორც აი ამდენი წლის მოსწავლე ხარ ის? ძალიან მიხარია რომ აქ დავდივარ ლურჯაცხენებში და ვამაყობ რომ მე აქ დავდივარ. ჩემი დეიდაშვილი არის. ესეც ხო არ დადის? კი, ესეც დადის. ერთად დადიხართ ხოლმე? დიახ, ერთად დავდივართ. შენ რას მეტყვი სტუდიას? ძალიან მომწონს აქაურობა, ძალიან კარგი სტუდია არის და ძალიან მიყვარს აქაურობა. კი, მყავს ძალიან ბევრი მეგობარი აქ უკვე. მოგწონს სტუდიაში სიარული? კი. როგორი კოლექტიური პასუხი იყო? ყველაზე მეტად ვის მოსწონს აწიოს ხელი? მე. შენც მოგწონს სტუდიაში? შენ რამდენი წლის ხარ? 3-ის. 4-ის თუ 3-ის? 3-ის. აბა 3 რამდენია? აქეთ ახელზე სწორად მაჩვენებს, იქით ახელზე არასწორად. მატყუებ, ხო? რა სიმღერას მღერი ხოლმე? ლათენდება. მართლა? კაი გოგო. შენ რას მღერი ხოლმე? მეცხაზე. ვა, მართლა? ოჩა, შენ? დედიკონაზე. დედიკონზე? შენ რას მღერი ხოლმე? მომღერალი ჩდეს. ესეთი ლამაზი ვარცხნილობა სად გაიკეთე? სალონში? თუ ეგეთი ხარ? ესეთი ლამაზი ხარ? აბა შენ მითხარი ხა, შენ რა სიმღერას ვერი? 4 შენ რამდენი წლის ხარ? 5-ის. 5-ის? აბა შენ მანახე ხა სწორად რამდენია 5? კაი გოგო ხარ, დაკახე. ანუ შენ რას მეტყვი ხა აბა სტუდიაზე? მე ვარ 4, მე ვიყავი 4 წლის რო შემოვედი და ძალიან მომწონს ეს სიმღერა. და უფრო კონკრეტულად ნანა ბალახაშვილის სიმღერები მომწონს. ეხლა რამდენი წლის ხარ? ეხლა ვარ 12 წლის. სადიხარ კიდევ? დიახ. გამოდიხარ ეხლა ღონისძიებაზე რომ? დიახ, გამოდივარ. როგორი ეხლა შენ ცოტა უფროსი ხარ და უფრო კარგად მეტყვი. დამღლელია მუშაობა? როცა მიეჩვევი არაა დამღლელი. შენ მიეჩვიე? დიახ. და არიღლები ხარ? არა. ძალიან მომწონს და ეს ჩემი მეორე სახლია. ყველაზე მეტად რომელი სიმღერა მომწონს? ინგლისური სიმღერები და ქართულიც რა თქმა უნდა. შენ ხარ ქართული ქართულში და ინგლისური? დიახ. დიახ. წარმატებები. მადლობა. სტუდია ლურჯაცხენები ერთ-ერთი იმ სტუდიათაგანია, რომელიც მე ძალიან მიყვარს. რატომ? იმიტომ რომ ბავშვებია. ბავშვები არიან
ბავშვები კიდე ბავშვებზე ჭკუა მეკეთება როგორც ყველა სათქმელო, მაგრამ მე ალბათ უფრო ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ბავშვებს უნღერით მე და ჩემი ვახოტატიშვილი უკვე რამდენი წელია. და ეს პროგრამა, რომელიც ახლა ხორციელდება, 7 მიუზიკლი, ესეთი რაღაც ესეთი სახელწოდება რომ იმე კაკაჩავთ 7 რამბავია. ბავშვები მოერევიან, ბავშვებს ესეთი ტალანტი აქვთ, რომ თან პედაგოგები ყავს ძალიან კარგი ლურჯაცხენებს და ყველაფერი იქნება კარგად, ასე რომ აი 7 მიუზიკლი გამოვა 26 ივნისს ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზში და ვისაც გინდათ რომ ნახოთ, იჩქარეთ, იმიტომ რომ ბილეთებს ნამდვილად ვერ იშოვით, იმიტომ რომ ნახევარ-დარბაზს მე ვიყიდი, იმიტომ რომ სულ ჩემი საყვარელი ბავშვები გამოდიან. მიყვარხართ, დიდი წარმატებები მინდა უსურვო ლურჯაცხენებს, პედაგოგებს, ბავშვებს და რა თქმა უნდა, ბებიებს.